გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ამ ვიდეოშიც ვისაუბრებ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე. გაჩვენებთ რა იყო ყველაზე აქტუალური ბოლო 2-3 დღის განმავლობაში უშუალოდ ფრონტის ხაზზე, სად არის ასე ვთქვათ ყველაზე ცხელი ზონები, სად მიმდინარეობს ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები და რაც მნიშვნელოვანია, როგორი შედეგებით მთავრდება ეს საბრძოლო მოქმედებები. ფრონტის ხაზის მიღმა ასევე შევეხები გარკვეულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ოპერაციებს, რომელიც ჩაატარა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ. ისინი როგორც წესი მიზნად ისახავენ ხოლმე რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შემცირებას, მათი შეტევითი პოტენციალის შემცირებას და მათი შეიარაღების ტექნიკის განადგურებას, ამ ხრივაც არის გარკვეული პოზიტიური სიახლეები. ასევე ვისაუბრებ უკრაინის მიღმაც გარკვეულ ამბებზე, მათ შორის შევეხები თემას, რომელიც ეხება რამზან კადიროვს, ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ ოფიციალურად აღიძრა საქმე კიევში და უკრაინა პერსონალურად რამზან კადიროვს უკვე ედავება ომის დანაშაულების ჩადენას და ეს არის ერთგვარი მუქარის სიგნალი კიევის მხრიდან რამზან კადიროვის მიმართ. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline, იგივე წითელი ხაზი. მადლობა რომ მიყურებთ. ძალიან მიხარია რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მემატება გამომწერები, ეს ძალიან მეხმარება იმაში რომ პროექტი გავაგრძელო და мотивაციასაც მაძლევს, მაფიქრებინებს რომ თქვენ მოგწონთ ჩემი გაკეთებული კონტენტი, ასე ვთქვათ, ჩემი შემოთავაზებული ვიდეოები და ვეცდები რომ ეს მოლოდინი გავამართლო. აქვე ვინც არ ხართ გამომწერები და მოგეწონებათ ეს ვიდეო, არ დაგეძარებათ იმედი არხის გამოწერა და არც ლაიქის დასმა იმ შემთხვევაში თუ საინტერესო აღმოჩნდება ეს ვიდეო თქვენთვის და ცხადია ველოდები კომენტარებშიც თქვენს გამოხმაურებებს და მოსაზრებებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, უკვე გახსნილი მაქვს რუკა და დავიწყოთ უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების მიმოხილვა. თავშივე რაც უნდა ითქვას არის ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი კვლავ რჩება დონეცკის მიმართულება. მათ შორის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო ანგარიშებში ნათქვამი არის, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეული ელიტური დანაყოფები მოხსნა სუმის მიმართულებიდან, ასევე მოხსნა ხერსონის მიმართულებიდან და განალაგა სწორედ დონეცკის მიმართულებით, გადმოიყვანა ისინი და ამავე ანალიზში ნათქვამი არის, რომ დიდი ალბათობით მოსალოდნელი არის ხელახალი განმეორებითი შეტევები დობროპილიას მიმართულებით. ჩავიდეთ ცოტა ახლო მასშტაბში, ვინც თვალს ადევნებთ მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ჩემ ვიდეოებს, თქვენ გეცოდინებათ აუცილებლად, რომ აქ დობროპილის მიმართულებით განვითარდა საკმაოდ სწრაფი გარღვევა ბოლო პერიოდში, თუმცა ეს გარღვევა შეაჩერეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, აღკვეთეს, იყო კონშეტევა, აქ ალყაშიც მოაქციეს გარკვეული დანაყოფები და ახლა ისინი ცდილობენ, რომ პოზიციები აქ გაიმყარონ. თუმცა, როგორც ხედავთ, აი აქ გაჩვენებთ მე თქვენ განსხვავებას, როდესაც საუბარი არის დამატებითი ძალების გადმოსროლაზე, იგულისხმება დააკვირდით აი ამ მონიშნებს, ეს აღნიშნავს სწორედ დამატებით შეიარაღებული ძალების მობილიზებას. ახლა გადავალ ცოტა უკან წინა რიცხვებში რა ხდებოდა და ხედავთ, რომ აი 28 რიცხვისთვის, 28 აგვისტოსთვის აი ამ ზონაში არ იყო დამატებით დანაყოფების მობილიზება და უკვე 30-ისთვის გაჩნდა აი ეს მონიშნები, სადაც საუბარი არის სწორედ იმ დანაყოფებზე, რომელსაც აღწერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ამ შემთხვევაში, აქ აი ამ მონიშნებზე კონკრეტული ბრიგადების დასახელებები და მათი ნუმერაციაც არის წარმოდგენილი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ მათ შორის საზღვაო ქვეითები გადმოიყვანეს, რომელიც არის პუტინის ერთ-ერთი ფავორიტი დანაყოფი, ასე ვთქვათ. რა ხდება ამის საპასუხოდ? ცხადია, ამ რისკებს ყველაზე დეტალურად აანალიზებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ცდილობენ, რომ შესაბამისი შეფასების მიცემის გარდა ნაბიჯებიც გადადგან და ამაში მოიაზრება ორი რამ. ერთი, ეს გულისხმობს თავდაცვითი ხაზის გამაგრებას და ეფექტურად ჩახშობას შეტევების, რომლებსაც იწყებენ და ახორციელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები და მეორეს მხრივ ისინი ცდილობენ, რომ უკეთესი პოზიციები დაიკავონ და რიგ შემთხვევებში აქვთ წინსვლა კონკრეტული დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ამ შემთხვევაში დავიწყებ სწორედ ამ ამბის მოყოლას და მოგიყვებით სიახლეს, რომელიც ეხება აი ამ კონკრეტულ დასახლებას, ნოვოეკონომიჩნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დადასტურდა ინფორმაცია და
გავრცელდა შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებებით, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მათმა დანაყოფებმა მოახერხეს ნოვოეკონომიჩნოეს ტერიტორიის გაწმენდა და აქ საკუთარი პოზიციების გამაგრება. ახლა ვიგაჩვენებთ ვიდეო მასალას, აი სწორედ ეს ტერიტორია არის მონიშნული ამ ვიდეოში. აქვე იქნება გარდა ამ უშუალოდ გადაადგილებებისა ბოლოს მოკლე ინტერვიუც, სადაც ჯარისკაცები თავის დანაყოფს ასახელებენ და გარდა ამისა ამბობენ, ადასტურებენ იმას, რომ მათ დაიკავეს ეს დასახლებული пункты. І сьогодні ми, бійці окремого штурмового полку «Скеля», встановимо цей прапор України у місті Новоекономічне. Слава Україні! Героям слава! მეორე ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, პრინციპში ებმის ნოვოეკონომიჩნეს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა შეტევა, საკმაოდ მასიური შეტევა, რომელიც ეფექტურად ჩაახშო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ამ ყველაფერს ახლა მე თქვენ გაჩვენებთ კადრებითაც. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა მოძრაობდა აი ამ გზაზე, ეს არის პროჰრეს, ასე ქვია, დასახლებას და მალინივკა, აი ამ მიმართულებით იყო მოძრაობა და დაახლოებით აი ამ ზონაში მოხდა მათი ოპერაციის, მათი წინსვლის შეჩერება და რამდენიმე ერთეული ჯამშან ტექნიკის, მათ შორის ტანკების განადგურებაც. აი ეს არის ვიდეო მასალა, სწორედ ის ლოკაცია მონიშნული, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და არის ასევე კადრი გამოსახულება, სადაც ჩანს შეტევის ჩახშობა და ვნახოთ ერთად როგორ წავიდა აქ პროცესი. რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ როგორც წესი, ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსებს შეცვლილი ჰქონდათ ტაქტიკა და დრონების საფრთხეებიდან გამომდინარე, ისინი ცდილობდნენ, რომ აი ასეთი რამდენიმე ჯავშან მანქანისგან თუ ტანკისგან შემდგარი კოლონით არ ემოძრავათ. 2-3 ერთეული ტექნიკა იყო მაქსიმუმი, როგორც წესი, ძირითადად ისინი გადაადგილდებოდნენ მოტოციკლებით, ან ქვეითად 2-3-4 კაციანი ჯგუფებით, ეგრეთ წოდებული შტურმავიკების ესეთი პატარ-პატარა დაჯგუფებებით, შემდეგ ისინი ცდილობდნენ გამაგრებას გარკვეულ ზონებში, იმისთვის რომ დამატებითი ძალების შესაყვანად შეექმნათ, ასე ვთქვათ, შესაბამისი გარემო. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვადევნებთ თვალს განსხვავებულ სურათს, რაც უფრო ძველ შეტევებს გვაგონებს, რომლებიც წინა წლებში მაგალითად ხორციელდებოდა, როდესაც მასირებულად კოლონა მოდიოდა და შემდეგ ხდებოდა აი ამ კოლონის განადგურება. ამ შემთხვევაშიც ამ კადრებში ჩანს არაერთი ჯავშან ტექნიკა, აი ამ კადრშიც მაგალითად 1 2 3 4 5 მინიმუმ იმ პატარ-პატარა ჯგუფების გარდა, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებიან. აქ არის საინტერესო ეპიზოდი, ერთ-ერთი ტანკი, როგორც ხედავთ, აი აქ გაჩერდა მწვანე ზონაში, შედარებით მეტად სადაც არის სხეები და ბუჩქები და ცდილობენ ისინი რომ ერთგვარად შეაფარონ თავი შემდგომი სვლის გაგრძელებამდე, რადგან შედარებით შეუმჩნეველი დარჩნენ უკრაინელი დრონის ოპერატორებისთვის აი ამ ხეების გამო, თუმცა ამ ტაქტიკამ არ გაამართლა, როგორც ხედავთ, აი აქ არის უკვე ძალიან ძლიერი აფეთქება, მანამდე კი რამდენიმე ჯარისკაცმა მოასწრო გადმოხტომა და შემდეგ უკვე ქვეითად აგრძელებენ ხოლმე ასეთ შემთხვევებში სვლას, თუმცა ასეთი ქვეითებიც უკვე აი ასეთი სიტუაციის დროს, როდესაც დრონები არის ჰაერში და ყველაფერს ხედავს, ძალიან ადვილი სამიზნეები ხდებიან, როგორც წესი. იქიდან გამომდინარე, რომ არც არის ისეთი გეოგრაფიული მოცემულობა და ისეთი გარემო ბუნებრივი, რომ სადმე თავი შეაფარონ, ძირითადად გაშლილი ველია და ძალიან მარტივი სამიზნეები ხდებიან უკვე, როგორც თქვით, ამ შემთხვევაში ეს ერთეული სამხედროები, რომლებიც ახერხებენ ხოლმე თავის დაღწევას, ჯავშან ტექნიკიდან გადახტომას და გაქცევას ამ შემთხვევაში, თუმცა არაერთი კადრი მინახავს, რომ შემდეგ უკვე მათთვის ძალიან ფატალურად მთავრდება ხოლმე ეს ამბები. აი ეს ამას მინდა ყურადღება მიაქციოთ, ოდნავ გადავახოთ. მე ვახსენე, რომ ამ ოპერაციაში ჩართული იყო ასევე ჰაიმარსის სისტემები და დიდი ალბათობით, როდესაც აი ამ ვიდეოს ანალიზი ხდებოდა, დაიწერა არაერთგან, რომ ეს აფეთქება კონკრეტულად აჩვენებს ჰაიმარსის სისტემის მოქმედებას და განსხვავებული ვიზუალიც აქვს შესამჩნევად აი ეს მთელი პერიმეტრი როგორ ნადგურდება ხედავთ და აი აქ რასაც მოხდებოდა ეს
ჭურვი დიდი ალბათობით იქ ვერავინ ვერ გადარჩებოდა იმ ზონაში, სადაც აფეთქება მოხდა. საბოლოოდ კი ნახეთ, რომ აქ ქვეითები, როგორც თქვით, გარბიან უბრალოდ და ტოვებენ ამ განადგურებულ ჯავშან ტექნიკას. ეს არის და ეს აი ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რაც უნდა მეჩვენებინა. ცხადია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ შემთხვევაში წარმატებით ჩაახშო ეს მასირებული შეტევა არაერთი ერთეული ჯავშან ტექნიკის გამოყენებით, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით გადაადგილდებოდა. კიდევ ერთხელ რომ მოვაჩვენოთ, ისინი ცდილობდნენ აი ამ გზაზე გასვლას და მიახლოვებას ნოვოეკონომიჩნეს დასახლებასთან, სადაც ამავდროულად მიმდინარეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწმენდითი ოპერაცია. შემდეგი ამბავიც პრინციპში მსგავსი არის იქიდან გამომდინარე, რომ ტაქტიკა იგივეა. ამ შემთხვევაშიც რუსის ჯარისკაცები საკმაოდ დიდმა ჯგუფმა სცადა არაერთი ერთეული ჯავშან ტექნიკის გამოყენებით წინსვლა. ეს ხდება, ესე იგი, პოკროვსკიდან ოდნავ ჩრდილოეთით უნდა გადავიდეთ სივერსკის მიმართულებით, აი ამ სექტორში ხდება მოქმედება სივერსკის მიმართულებით და ვნახოთ ვიდეო მასალა და ვნახოთ როგორ განვითარდა. ესე იგი, ამ შემთხვევაშიც როგორც თქვით, არის ჯავშან კოლონა, რამდენიმე ერთეული ცდილობს წინსვლას, ჰაერშია დრონიც უკრაინული, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკვე ყველაფერს ხედავენ და მოსალოდნელი არის საპასუხო დარტყმები, რომელიც აი ახლა ხორციელდება, აი ამ მომენტებში, როცა ამ კადრებს იღებდნენ, ხედავთ რამდენიმე ზონაში აფეთქებებს, დიდი ალბათობით აქ გამოიყენეს артиლერიაც და გამოიყენეს FPV კამიკაძე დრონებიც და არაერთი რუსული ჯავშან ტექნიკა იქცა ჯართად ამ შემთხვევაშიც და ამას ვადევნებთ სწორედ ახლა თვალს. ხო, აქ ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო, ერთ-ერთ მათგანს ხვდება დრონის აფეთქება არის და შემდეგ ის განაგრძობს მაინც წინსვლას, ცდილობს ყოველ შემთხვევაში წინსვლას, აი ამაზე ვსაუბრობ, ნახეთ, მოხდა და შემდეგ უკვე მანევრებით ცდილობს, რა შემდეგი დაახლოებით 2 წუთიანი მასალა აი ამ ერთეულის დევნაზეა. პრინციპში ცდილობს რომ გაექცეს, შეეფაროს, რაღაცა მანევრები განახორციელოს, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოა იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი დრონი დაესხმება გზადაგზა კიდევ მას, ხედავთ აი ამ ღამის ხედვის კადრი არის და მასშტაბად ჩანს, რომ მას უკიდია ცეცხლი, თუმცა არ წყვეტს გადაადგილებას, თუმცა საბოლოოდ აი დაახლოებით აქ იქნება უკვე მალევე მისი დაჭერა მაინც მოახერხეს და რამდენიმე აფეთქება იქნება, რომელიც საბოლოოდ შეაჩერებს აი ამ გადაადგილებას. აი აქ იქნება უკვე წესით, ხო, ხედავთ ხო, რამდენია რა, აქ რაღაც ტბებს შემოუარა, მაგრამ აი აქ უკვე მოხდა ერთი, აგრძელებს მაინც დამატებით სიარულს, მაგრამ დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, მეგობრებო, რომ აი ეს მეორე აფეთქება საკმაოდ ძლიერი და ამის შემდეგ უკვე ჩერდება და მესამეც რაც იყო პრინციპში ეგრეთ წოდებული საკონტროლო აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მოკლედ ასე. ამ შემთხვევაშიც ძალიან ეფექტურად მოხდა ამ შეტევის ჩახშობა და კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო მასალა მაქვს, რომელიც უნდა გაჩვენოთ. ეს ამ შემთხვევაში აღარ ხდება დონეცკის ოლქში, ეს უკვე არის ზაპოროჟიეს მიმართულება, ჩამოხსნი ამ კადრს. მასშტაბი უნდა შევცვალოთ. მოქმედება ვითარდება დაახლოებით აი აქ, როგორც მახსოვს, კი ბატონო, მალა ტოკმაჩკას მიმართულება. მალა ტოკმაჩკას მიმართულებით იყო ეს ოპერაცია, რომელიც ახლა უნდა გაჩვენოთ. აი აქ როგორც ხედავთ არის დასახლებული ზონა, აქ გადის გზა და ამ შემთხვევაში შეტევა ვითარდებოდა დაახლოებით აი ამ ნაწილში. არის კადრები გადაღებული, რომელიც ახლა უნდა გაჩვენოთ. ძალიან საინტერესო მასალაა ესაც და ამ პრინციპში ესაც ასახავს იგივე ტაქტიკას. რატომღაც გადაწყვიტეს ბოლო დროს, რომ დიდი ჯგუფებით და კოლონებით უნდა შეუტიონ, თუმცა ეს შეტევები საკმაოდ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში წარმატებულად არის მოგერიებული, 100%-ით არის მოგერიებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც რამდენიმე ერთეული ჯავშან ტექნიკა გადაადგილდება და ხდება მათი ეტაპობრივი განადგურება. რამდენიმე დრონი იღებს სხვადასხვა რაკურსით ამ ყველაფერს, ეს არის სადაზვერვო დრონები და დანარჩენები უკვე უშუალოდ კამიკაძე დრონები არიან საქმეში ჩართული და ანადგურებენ აი ამ მტრის ტექნიკას, როგორც ხედავთ. ეს საინტერესო კადრი არის, აქ ხდება ჯერ ერთი აფეთქება, შემდეგ იქნება უშუალოდ აი ამ დრონით მიყენებული იერიში, მანამდე აქ დავაპაუზოთ, საინტერესო კადრია, ამ ტანკს დამაგრებული აქვს სპეციალური კონსტრუქციები, რომელიც
არის ნაღმების გასანეიტრალებლად, ასე ვთქვათ, ნახმსაწინააღმდეგოა და ასევე ზედდაშენებული აქვს სპეციალური კონსტრუქციები, რომლებიც იდეაში დრონებისგან უნდა იცავდეს მას, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გაამართლა აი ამ დამატებითმა კონსტრუქციებმა ნაღმზე არა, მაგრამ დრონმა ნამდვილად გაანადგურა ეს კონკრეტული ტანკი და ხედავთ უკვე შედეგებს. აი ასე დასრულდა ეს ამბავი, შემდეგ უკვე გრძელდება გადაადგილება, ნაწილი ტექნიკის გაჩერებული არის, დანარჩენები ცდილობენ რომ გვერდი აუარონ და გქონდეთ წინსვლა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საქმეში უკვე სხვა დრონის ოპერატორები ერთვებიან და ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებენ აქ რუსულ სამხედრო ტექნიკას. მათი ჯიუტი მცდელობების მიუხედავად რომ როგორმე თავი დააღწიონ ამიერიშს და განაგრძონ მოძრაობა, ეს მცდელობები არის ამ შემთხვევაშიც წარუმატებელი. შეხედეთ რამხელა ცეცხლია, კვამლია და გადარჩენილები, რომლებიც ახერხებენ ამ ჯამშა ტექნიკის დატოვებას, ცდილობენ რომ უკვე ქვეითად გადაადგილდნენ და ასე გადარჩნენ ან შემდეგ პოტენციურ შეტევებზე მათ შემთხვევაში რთულია საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ კარგი დღე დიდი ალბათობით არ დაადგა ამ ხალხსაც. აი ნაწილის ქვეითად გადაადგილებას სწორედ ამ კადრში ხედავთ, რომლებიც არიან აბსოლუტურად შოკში და განადგურებული. სუდა დაასრულეს ამ ბიჭებმა, მოკლედ მათი შეტევა პირწმინდად ჩავარდა და ეს იყო პრინციპში ბოლო 3 ასეთი შეტევა ვნახეთ, 3 ერთი და იგივე ხასიათის მოქმედება ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, სადაც რატომღაც გადაწყვიტეს დიდი მასირებული შეტევები, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოდგა, როგორც ხედავთ, მთლად შედეგიანი. შემდეგი ამბავი, რომელსაც გიყვებით, ეხება უკვე ოკუპირებულ ყირიმს, როგორც თქვით, ფრონტის ხაზის მიღმა ამბებსაც გაჩვენებთ თქო. ამ შემთხვევაში საუბარია უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფი აჩრდილების მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ. ეს არის დრონების ოპერატორების დანაყოფი, სადაც ალფასიხშირეზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის საოკუპაციო ჯარებს გაუნადგურეს ან მნიშვნელოვნად დაუზიანეს ზვირად ღირებული სარადარო სისტემები. ვნახოთ ეს კადრებიც. აქ ყველა ჯერზე არის წარმატებული მიფრენა, ამ შემთხვევაში გუმბათზე იყო შეჯახება, აქვე არის ინფორმაცია დატანილი თუ რა კონკრეტული ტიპის რადარების განადგურება ხდება და შესაბამისად დადასტურებული ინფორმაციაც ამ ობიექტების წარმატებით განადგურების შესახებ. კიდევ ერთი კადრი იქნება თუ სწორად მახსოვს. კი ბატონო. დასრულდა. ესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი გამორჩეული ოპერაცია იყო, თუმცა არა ერთადერთი, რომელიც შემოგთავაზა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ და გადავიდეთ შემდეგ ამბავზე. ამ შემთხვევაში საუბარია ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე და სამხედრო დაზვერვის დრონების ოპერატორებზე, რომლებმაც დაარტყეს გვარდეისკის ავიაბაზაზე 2 მირვას ტიპის ვერტმფრენს და ასევე სევასტოპოლის ყურეში მდგარ საზღვაო ბუქსირს. ვნახოთ ეს კადრები. ეს არის პირველი იერიში, რომელიც საკმაოდ ზუსტად განხორციელდა, ხედავთ, აი ბოლო კადრამდე მიადევნეთ თვალი, პირდაპირ ვერტმფრენზე დაეშვა ეს დრონი. ეს არის უკვე მეორე დარტყმა აი ამ ავიაბაზაზე და ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ მცირე უზუსტობა იყო. ეს არ იყო ბოლომდე 100%-იანი შეტევა. ხედავთ, რომ მირვასთან ძალიან ახლოს, თუმცა უშუალოდ მირვაზე არ მომხდარა ეს დაშვება, ეს კი საზღვაო ბუქსირის შემთხვევა, როდესაც აშკარა არის, რომ ბოლომდე მიაღწია ამ დრონის ოპერატორმა მიზანს. ესაც პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო აი ამ დროის მოკლე პერიოდში, სულ რაღაც 2-3 დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო დაზვერვის 2 ძალიან წარმატებული ოპერაცია კონკრეტული შედეგებით, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მათგან უფრო დიდი მასშტაბის ამბებსაც უნდა ველოდოთ, როდესაც უკრაინის სამხედრო დაზვერვას ვახსენებთ, ალბათ ბევრს გახსენდებათ ოპერაცია ობობის ქსელი, რომელიც მათ განახორციელეს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე და გაანადგურეს აი ამ ერთი ოპერაციით რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 1/13. როგორც დაკვირდით ამ ვიდეოში რამზან კადიროვთან დაკავშირებითაც უნდა ვისაუბროთ, საკმაოდ საინტერესო ამბავი არის, ეს არის ამ შემთხვევაში უკვე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება ფოტომასალით თავისი, სადაც ნათქვამი არის, რომ ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ მათ ოფიციალურად აღძრეს საქმე
ომის დანაშაულებთან დაკავშირებით და აქ არის საკმაოდ ვრცელი წერილობითი განცხადება თუ რა ტიპის დანაშაულებს ედავებიან რამზან კადიროვს. საუბარია იმაზე, რომ ჩეჩნეთის ლიდერი უშუალოდ რუსეთის აი ამ აგრესიულ ომში მონაწილე ჩეჩენ სამხედროებს აძლევდა დავალებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელი სამხედროები ტყვედ არა ეყვანათ და ყველა მათგანი მოეკლათ, როდესაც ისინი ჩაბარდებოდნენ. ეს არის ერთი მიმართულება და მეორე არის ასევე საუბარი იმაზე, რომ კადიროვს აქვს ბრძანებები გაცემული დატყვევებული უკრაინელების შესახებ. მათი გადაყვანა უნდა მომხდარიყო გროზნოში სამხედრო ობიექტებზე და ისინი უნდა გამოიყენებინათ ცოცხალ ფარად. ანუ ამ სამხედრო ობიექტებზე ეს დატყვევებული სამხედროები უნდა დაებათ და უნდა ამით პრევენცია მოეხდინათ, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, სარაკეტო თუ დრონებით შეტევებით გროზნოს ტერიტორიაზე. ანუ ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ცოცხალ ფარად იყენებდნენ უკრაინელ ტყვეებს გროზნოში უშუალოდ რამზან კადიროვის დავალებით. არ ვიცი, რა შეიძლება ამ ამბავზე ითქვას. ფაქტი ერთია, რომ ყოველ შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ შესაბამისი მტკიცებულებები შეგროვებული აქვთ იმის შესახებ, რომ ეს ბრალდება რეალური არის და აპირებენ, რომ გამოძიების ეტაპზე უკვე წარმოადგინონ ეს მტკიცებულებები. ამ საქმის გამოძიებას აწარმოებს ცენტრალური პროკურატურა უკრაინის და ნახოთ, როგორ განვითარდება ამბავი. საინტერესო ის არის, რომ ჯერჯერობით არ მინახავს რამზან კადიროვის გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით. რაც შეიძლება ითქვას ახლა ცხადია, რომ ხვალ შეიძლება კადიროვი ვერ დაიჭირონ, მაგრამ ეს არის ერთგვარი გზავნილი, ჩემი აზრით, პოლიტიკური გზავნილი მათ შორის, რომ ყველა აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე და ამ შემთხვევაში რამზან კადიროვი არის ერთ-ერთი შემოქმედი იმ სისასტიკის, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ გვახსოვს ყველას, რომ ეგრეთ წოდებული კადიროველები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იყვნენ აი ამ აგრესიულ კამპანიაში ჩართული. ბოლოს მინდა რომ ვიდრე დაგემშვიდობებით ერთი შედარებით მსუბუქი ამბავი მოგიყვეთ, რომელზეც ცოტა გავერთე და იმედია რომ თქვენთვისაც საინტერესო სანახაობა იქნება. ეს ეხება რუსეთის ტერიტორიაზე და ასევე უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ბენზინის დეფიციტს, რომელიც გამოწვეული არის უკრაინის მუდმივი თავდასხმებით რუსეთის ნავთობ ობიექტებზე. როგორც ცნობილია, მათ გაახანგრძლივეს, ანუ რუსეთმა ოფიციალურად გაახანგრძლივა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა. ეს ეხება როგორც მომპოვებლებს, ასევე ეხება ექსპორტიორ კომპანიებს. და წლის ბოლომდე თუ სწორად მახსოვს ბენზინის ექსპორტი რუსეთიდან სრულად არის აკრძალული. მიზეზი აბსოლუტურად გასაგებია, მათ ექსპორტზე გასატანის გარდა შიდა ბაზარზე მოხმარებისთვისაც ბენზინზე საკმაოდ დიდი დეფიციტი შეექმნათ და ამას ადასტურებს არაერთი მასალა, რომელიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ქალაქებში, ოლქებში, როგორც ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, ასევე უშუალოდ რუსეთში, სხვადასხვა ოლქებში, სადაც ადამიანები უბრალოდ ბენზინის რიგში დგანან, ბენზინ გასამართ სადგურებთან არის უზარმაზარი კოლონები იმისთვის, რომ მიიღონ საწვავი და არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად ოკუპირებულ ზონებში უკრაინაში იყო ესეთი ამბებიც, რომ სპეციალური ვაუჩერებით გასცემენ ბენზინს. სპეციალური ხალხისთვის, ასე ვთქვათ, ვისაც რაღაცა უპირატესობები აქვს და ვისთვისაც გამოყოფილია შეზღუდული რაოდენობით ეს საწვავის ლიმიტები. ამ შემთხვევაში რაც უნდა გაჩვენოთ, ესე იგი ეს კადრები, როგორც World Military-ის Telegram არხზე ვრცელდება ეს ინფორმაცია, ოკუპირებულ ლუგანსკში არის გადაღებული და ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც ტელეფონით იღებს ამ მასალას, ყვება წინ მდგომ ავტომობილზე, რომელსაც ბენზინი მოპარეს და бензиნის ავზის ეს თავსახურიც ღიაა და ამასთან დაკავშირებით ყვება სწორედ აი ამ ვიდეოში. Первую машину видишь там с открытым лючком. Походу у кого-то бензин слили. Так что лучше ставьте машины свои на парковках. То могут слить бензин. ხო, როგორც ნახეთ, აქ ბოლოს უკვე მოუწოდებდა, რომ სადმე დაცულ პარკინგებზე გააჩერეთ მანქანა, თორემ
ბაკებიდან იპარავენ ბენზინსო, ხო, რა ვიცი. გავერთი ამ ვიდეოზე ცოტა 90-იანი წლებიც გამახსენდა, რა უნდა ვთქვათ, ცხადია ერთი რამ, რომ რუსეთის მოქალაქეებმა მათ ვინც უჭერს მხარს აი ამ ომის კამპანიას, უნდა იგრძნონ თავის ტყავზე, რას ნიშნავს ომი, უნდა იგრძნონ იმით, რომ მაგალითად შეუმცირდეთ კომფორტი და ამ ყველაფერს გრძნობენ კიდევაც, გარდა იმისა, რომ გარშემო ყველას ვიღაცა ახლობელი ეღუპება და ბევრი იღუპება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ფრონტის ხაზზე. უკრაინის მხრიდან მიზანმიმართული შეტევები მათ ენერგორესურსებზე, მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ბევრი მხრივ იძლევა ეფექტს. ერთი ეს არის ექსპორტის პოტენციალის შემცირება, რომ ნაკლები გაყიდონ, ნაკლები ფული შევიდეს რუსეთში და ნაკლები დაფინანსება კონდეს რუსეთის ომის მანქანას. მეორე, როგორც არაერთხელ მithქვამს, არის ის, რომ უშუალოდ ნავთობ ობიექტებს სურტყავენ, იმიტომ რომ მომარაგების ჯაჭვებს შეექმნას პრობლემა ფრონტზე, საწვავის მომარაგება გახდეს რუსეთისთვის უფრო და უფრო რთული ამოცანა და მესამე არის ის, რომ ხალხმა უნდა იგრძნოს ეს ყველაფერი. ხედავთ, ხო? ბენზინი გაძვირდა, ბენზინი არ იშოვება და უკვე ბაკებიდანაც იპარავენ, როგორც თქვით. სულ ეს არის პრინციპში, რაც მინდოდა რომ დღეს მომეყოლა და მეჩვენებინა თქვენთვის, იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც იყო საინტერესო. თუ ასეა დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარებში, ძალიან მიხარია ხოლმე თქვენი ჩართულობა, თქვენი გამხნევება და მხარდაჭერა, ეს ძალიან დიდი мотиваცია არის, გულწრფელად ვამბობ ჩემთვის. დიდი მადლობა ჩემს მუდმივ მაყურებლებს, ყველას მოგიკითხავთ და მიხარია რომ სულ ელოდებით შემდეგ ეპიზოდებს და ეს არის мотиваცია რომ გავაგრძელო ამ საქმის კეთება, რაც მე ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს და მაინტერესებს. თუ არ ხართ ამ არხის გამომწერები და ახლა აღმომაჩინეთ, გამოიწერეთ არხი და ელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის, დაგემშვიდობებით.